ბოლო წლები მომიწია უცხოეთში ყოფნა. მე მივიღე მე ჩემი შვილი რო ამერიკაში ცხოვრობდა, მე ძალიან მარტივად მომცეს მწვანე ბარათი. ეს არის თითქმის მოქალაქე. ერთადერთი არჩევნებში ვერ ვღებულობ მონაწილეობას, თუმცა იმდენად მაინტერესებს იქ რომ გაიმართება თვითმმართველობის არჩევნები რაღაცა, გავბივარი. დამკვირვებლად არგიდეთ. კი, გავიცანი ხალხი მოვდივარი, ვაკვირდები რანაირად აკეთებენ. ისე ჩაატარებენ არჩევნებს, რომ თარი თვითონში კაცო რა არის, ყველა ჩააგდებს, გამოვა და იცინი ისე ბედნიერად ვიდის სახე. აუ ბედურება ხჩის. დამთავრდება ეგ დრო. ხო და აი მომიწია ასე მწვანე ბარათით მწვანე ბარათმა მიშველა რომ მე ხო არ ვიცოდი იქ არის პრევენციული მედიცინა ამერიკაში განსაკუთრებით და ქალიშვილმა ამიჩება რომ გინდა თუ არ ხო აი ყოველ 6 თვეში ხო და ერთ-ერთი მორიგის შემოწმებისას ერთი ფერატკანიანი ექთანი იყო ბიჭი რომელმაც მარტივი ეხელსკოპიით რაღაცები გამსინჯა და მე რაღაცა დაიჭდა. მე ერთი კვირის შემდეგ პროფესორი მირეკავს უკვე იქ აურიგა რომ შენ უნდა გამოცხადდეო იმაშიო საავადმყოფოში. მივედი საავადმყოფოში და მითხრა რომ თირკმელზეო სერიოზული ლაქაა დიდიო რომელიც უნდა დავაკვირდე თუ რა ხდებოდა. და სიმართლე გითხრა შემეშინდა. მე ხო ძალიან ქართულში ვცხოვრობ და ძალიან შემეშინდა და ავიღე ბილეთი და წამოვედი საქართველოში. მე წამოვედი და ეგრევე თბილისში მივედი ექიმებში აქ. იმათ არენდე? იმათ არ ვენდე. აი სიმართლეს გეუბნები. იმათ არ და უთხარი რომ ასე მითხრეს მეთქი და გადამიღეთ MRI რომ დააკვირდით იმ ადგილს. და მათ მითხრეს რომ ცუდად არის საქმე, ლაქა არის საკმაოდ დიდი და მას სჭირდება თირკმელს სჭირდება ამოღება. ვაიმე ამოღება სულ გავგიშდი კაცო. მაგრამ შეგეშინდება მეტასტაზი არ არის წასული, ისი არ არის ასე ამიხსეს. ძალიან მაღალი პროფესიონალები აქაც. იმიტომ რომ პრაქტიკულად რაც იმ კაცმა მელაპარაკა, მე უბრალოდ ვითხარი რომ დააკვირდი. ზუსტად იგივე მელაპარაკა ამანაც. ავიღე ბილეთი და გავფრინდი ამერიკაში უკვე. ჩავედი იქა და იქ კიდევ დაკვირვებები 3-4 თვის განმავლობაში, 5 თვის განმავლობაში და მითხრეს რომ არავითარი ამოღება არ უნდა, ამასო ისე მოვიჭრითო. რომ ყველაფერი იქნება ვითომ შენ ვერ მიხდები მაგას რომ ვითომ არ გაქვს და მართლაც მოკვეთეს ამას კარგი დრო დაჭირდა ამოკვეთეს გადააგდეს და აღმოჩნდა რომ ეს იყო ჰემორაგიული ჩაქცევა და არავითარ სიმსივნესთან კავშირი არ აქვს და ეკიმა მითხრა რომ შენ ხარ აი რომ მივედი შენ ხარ აი კაციო მინდა რომ ხშირად მოხვიდე ჩემთანო ვილაპარაკოთო შაყირისტი კაცი ხარო მაგრამ ჩემთან არ ხარ მოსასვლელი აღარ ხარ მოსასვლელი წადი და ინავარდე